აზერბაიჯანული მედია საქართველოს შესახებ სტატიას აქვეყნებს და წერს, რომ ბოლო კვირების განმავლობაში აზერბაიჯანელ მძღოლებს საქართველოს გავლით სატრანზიტო მარშრუტის გამოყენების საშუალება არ ეძლევათ. სტატიის ავტორი მიიჩნევს, რომ ამ გადაწყვეტილების ერთ-ერთი მიზეზი შესაძლოა საქართველოს მთავრობაზე რუსეთის გავლენა იყოს. სტატიაში სახელწოდებით საქართველოს ზანგეზურის ნაბიჯები გაიგონა ნათქვამია, რომ აზერბაიჯანელი მძღოლები, რომლებიც ამ მიმართულებით 10 წლეულები ამუშაობენ, უცებ აღმოჩნდნენ გარემოში, სადაც წესრიგს ქაოსი ჩაენაცვლა, თავაზიანობას უხეშობა, კანონმა კი უკან გადაიწია. სტატიის მიხედვით მძღოლებს აშკარა მიზეზების გარეშე აჩერებდნენ. დოკუმენტების განხილვას კვირების განმავლობაში აჭიანურებდნენ. ახსნა განმარტების მიღების მცდელობისას კი მძღოლები გაღიზიანებას ირიბ პასუხებს და ისეთ სიტუაციებს აწყდებოდნენ, სადაც გადაწყვეტილება არა რეგლამენტზე, არამედ კონკრეტული ქართველი საბაჟოს თანამშრომლის განწყობაზე იყო დამოკიდებული. ყველაფერი წესრიგში მაქვს დოკუმენტებში. არანაირი საფუძველი არ არსებობს, რომ ამდენი დღით დაგვაყოვნონ. ამასთან საბაჟოს თანამშრომლები უხეშად გვექცევიან. გარდა საბაჟოს თანამშრომლებისა, დიდ პრობლემებს საგზაო პოლიციაც გვიქმნის. აზერბაიჯანელი მძღოლებისთვის გადაადგილების შეზღუდვის მიზეზებზე საუბრისას სტატიის ავტორი ამბობს, რომ თბილისში სომხეთისა და აზერბაიჯანის გავლით ალტერნატიული გზის გაჩენის შესაძლებლობა კინვეულად აღიქმება. რაც შეეხება რუსულ გავლენებს, სტატიის მიხედვით საქართველოს ურთიერთობები ჩრდილოელ მეზობელთან ბოლო წლებში ისე ვითარდება, რომ ამ უკანასკნელის გავლენას ზოგიერთ პრაქტიკულ გადაწყვეტილებაშიც კი შეიძლებოდა გამოჩენილიყო. ავტორის თქმით, ანალიტიკურ წრეებში გაჩნდა მოსაზრება, რომ ზანგეზურის შესახებ ვაშინგტონში მიღწეულმა შეთანხმებამ იმ ჯგუფებში, რომლებიც ტრადიციულად თვლიდნენ, რომ მსგავსი პროცესები მათი კონტროლის ზონაში უნდა ყოფილიყო, გაღიზიანება გამოიწვია. ასევე სტატიაში მოხმობილი ანალიტიკოსების მიხედვით, ამ ფონზე გამორიცხული არ არის, რომ გარკვეულმა ჯგუფებმა, რომლებიც ერთი ჩრდილოელი ქვეყნის ინტერესებზე არიან ორიენტირებულები, ნებისმიერი ხელსაყრელი საბაბი გამოიყენონ, რათა აზერბაიჯანელ მძღოლებს საქართველოზე გავლა მაქსიმალურად შეუფერხდეთ.